შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში თანამდებობას ტოვებს. რობინ დანინგანი საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა და გაწევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია, ამბობს ის. რობინ დანინგანი საქართველოში ელჩად ამერიკის წინა პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დანიშნა, მას უფლება მოვალეობის ამოწურვამდე კიდევ 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. ის არ დასწრებია 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ოცნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რადგან საელჩოს განმარტებით შეერთებულ შტატებში იყო წასული. დანინგანის ელჩობის პერიოდს დაემთხვა ამერიკის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება. ბოლო პერიოდში კი შეერთებული შტატების საელჩოს წერილით გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა რობინ დანინგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები უნდა მოესმინა. მანამდე კი ირაკლი კობახიძის ღია წერილი გამოქვეყნდა ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსის სახელზე. სადაც კობახიძე ჩივის, რომ უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების ადმინისტრაციისადმი მიწერილი წერილი, სადაც ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო გამოთქმული. ლუკა ხაჩიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება ვცლად თემისა და შეფასებების შესახებ. Სოფო ოცნება, რა თქმა უნდა, ელჩის პირად გადაწყვეტილებას გაასაღებს გამარჯვებად, ყოველ შემთხვევაში პროპაგანდისტების გზავნილების სწორედ ასეთია ამ ეტაპზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში ელჩი ამბობს, რომ დიპლომატიური სამსახურიდან საერთოდ მიდის და არა მხოლოდ საქართველოში ელჩის თანამდებობიდან. რობინ დანინგანის წინააღმდეგ ოცნების უახლესი პროპაგანდისტული ხაზი ის იყო, რომ თითქოს დიპლომატს და სახელმწიფო დეპარტამენტს ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ ივანიშვილის გუნდთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ელჩსაც რომ თავი დავანებოთ ცენტრიდან, ანუ ვაშინგტონიდან, ქართულ ოცნებას კრიტიკული გზავნილების გარდა არაფერი მიუღია, მათ შორის სახელმწიფო მდივნის დონეზეც კი. ოცნების სასოწარკვეთას აჩვენებს ისიც, რომ ტრამპმა მათი პირველი წერილი უპასუხოდ დატოვა, მეორის შინაარსი კი თითქმის ხვეწნა იყო, რაიმე გამოხმაურება მაინც ყოფილიყო ვაშინგტონიდან. მას შემდეგ, რაც როგორც დიპლომატი შეერთებულ შტატებს 33 წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება გავიდე პენსიაზე. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა, როგორც ვაშინგტონში, ისე აქ თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გაწევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია. მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით. ყველგან ხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას. მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენს შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ. დანინგანთან დამშვიდობებას უკვე ზეიმობენ ოცნებაში, საკუთარ ამომრჩეველს უკვე ახალი პროპაგანდისტული გზავნილიც მოუმზადეს, ამტკიცებენ, რომ ახალი ელჩის პირობებში ვაშინგტონთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. ოპოზიცია კი ვარაუდობს, რომ პროპაგანდას წერტილს ახალი ელჩის პირველივე ნაბიჯი დაუსვამს, როცა ის რობინ დანინგანის მსგავსად შეხვედრას არა ოცნების მთავრობის რომელიმე ლიდერთან, არამედ რეალურ მმართველთან ბიძინა ივანიშვილთან მოისურვებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნება სულ რამდენიმე დღე ექნება პროპაგანდისტული და რომ ივანიშვილის გუნდში საუკეთესოდ იციან, რომ დანინგანის წასვლა არაფერს ცვლის, რომ ვაშინგტონიდან ოცნების მიმართ მხოლოდ კრიტიკაა, რუბიო ოლიგარქის მთავრობას ანტიამერიკულად ხედავს, ასევე სულ უფრო რეალური ხდება მეგობარი აქტის დამტკიცება. ნიშნულოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში დაემთხვევა მეგობარი აქტის მიღების პროცესებს, სავარაუდოდ თუ ეს პროცესები სწრაფად წარიმართა, ელჩის დამტკიცებას გულისხმობ, რაც არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხის ვაშინგტონში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო უპატრონოდ არის დატოვებული ვაშინგტონში და ჩვენ დღემდე მაგალითად არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მე არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო იმ განცხადებაში, რომელიც მის მიერ არის გაკეთებული, თუმცა ქართული ოცნებისთვის ეს შეიძლება იყოს რაღაც მინიმალური შანსი, რომ პროპაგანდის ერთდღიანი ნიუსი შექმნას, მაგრამ აქაც არ არის მძიმე სინამდვილეში საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ იქამდე სანამ მეგობარი აქტის მიღების პროცესი არის შეუქცევადი, სანამ ბატონი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და
შესაბამისი კონგრესმენები და სენატორები აკეთებენ ამ განცხადებებს, როგორცაც აკეთებენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, მათ ამ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის არავითარ შანსი არ აქვს. წარმატებები მინდა უსურვო პენსიაზე, მაგრამ მგონია რომ ის მისია, რაც მას ჰქონდა და ზოგადად ელჩებს აქვთ, ეს არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება, იმ გაუგებრობის აღუხრა სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო. მოდი ეს ვთქვათ. დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ის მესიჯი, სამთავრობო მესიჯი, რაც არის რომ ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაწყება ძალაშია. ასე რომ ველოდებით სწორედ აი ამ გადატვირთვის პოლიტიკას. რობინ დანიგანი საქართველოს დატოვებს ივლისში, შემდეგ როდის ეყოლება ამერიკას ახალი ელჩი საქართველოში, ეს უცნობია. ვინც არ უნდა იყოს ის დიპლომატმა ტრადიციულად უნდა მოიპოვოს სენატის მხარდაჭერა, სადაც ოცნების მიმართ ორპარტიული კრიტიკაა და მაგიდაზეა სანქციების დოკუმენტი მეგობარი აქტის სახით, რაც პასუხია ოცნების იმედზე, რომ ახალი ელჩი მათ მიმართ ლოიალური იქნება.